Короче, ვიცი ძახდით იმას, ის ბერი ნიკოლოზი. ქრისტეა და ღმერთია და ჩვენი ნარიმანი და ჩვენი ხსნელი და გადამრჩენელი და ქრისტე ღმერთი პირდაპირ ღმერთს ეძახდნენ. აი ეხა მაგ короче მაგათ გეკითხებით რა ვისაც ღმერთი მოგიკვდათ ეხლა რა ხდება? მკვდარ ღმერთზე უნდა ილოცოთ თუ როგორ არის თქვენი საქმე? თქვენი ღმერთი ეგ არის, მკვდარი ღმერთია თქვენი ღმერთი თუ გამოფხიზლდებით? თუ რა იქნება, გაგრძელება რა იქნება? თუ ეგ კაცი თქვენი ღმერთი იყო, მოგკვდა და ესე გამოდის რომ ღმერთი მოგიკვდათ და ეგ რა ვიცი, მკვდარი ღმერთი რანაირი ღმერთია? ჩემი ღმერთი არის ცოცხალი, მარადიული. ყველაზე კეთილი, ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე სამართლიანი. ყველგან ყოფადი. და რა ვიცი, უზენაესი და ძლიერესი და უთხრესი და თქვენი ღმერთი არის მკვდარი ღმერთი და რა ვიცი, დიდება უფალს. რომ ჩემი ღმერთი ცოცხალი ღმერთია და არა ნიკოლოზი და ვიღაცები, ღმერთი ნიკოლოზი. короче, არ გითხრათ, ეხავს მოვედი სახში მოვედი. ცოტა, короче, უნდა გავიჩით ახეს, როიჩი. იმას რას ვიძახდი, მეფე ნიკოლოზია თუ ნარიმანი. მეფე ღმერთი დაგიგდა, რა ახტები, რა ვიცი, აცხონოს ვთქვა, მაგრამ ზუსტად რა პონტია, იგივე. ხო და короче, რას ვიძახდი და ბიჭო, ღმერთი როგორ მოგიკვდათ, ეგეთი აღლიში როგორ დაგემართათ. მე როგორ ხედავდი მაგ ადამიანს და ჩემთვის რა წარმოადგენს ბერი ნიკოლოზი. ჩემი თვალით დანახული როგორია ეგ კაცი არის короче ადამიანი, რომელმაც შეძლო და ადამიანებს დააჭერა რომ ღმერთი ამას უნდა ძალა, ამას ჭირდება დიდი გონიერება, ჭკუა და სხვადასხვა უნარები, ამას ერთი კონკრეტული უნარით ეს არ შემოიფარგლება. ამას ჭირდება კომპლექსური უნარები, რომ ადამიანებზე მოახდინო იმისახის ზეგავლენა და ისე როგორ თქვა ადამიანებს ესე ძალადობდე ფსიქოლოგიურად, რომ თვითონ ეს ადამიანი ნეტარებაში იყვნენ ამ დროს და ბოლოს იქამდე მიყავდეს რომ როგორც ღმერთს ისე გიყურებდნენ, ეს არ არის მარტივი და ამას მართლა ისეთი გამორჩეული ნიჭი და უნარები სჭირდება. აი ესეთი კაცი იყო ჩემი თვალით დანახული და რა ვიცი, ღმერთმა აცხონოს და შეუნდოს და მიუტევოს, ყველას თავის მოკლედ ყველას თავისი მოგვეკითხოს როგორც ეს. ეხა ამის იქით რა ეს ადამიანები, რომლებიც იდგნენ იქ 24 საათი და ღმერთი და ქრისტე და ნარიმანი და რაღაცეებში რომ იმაშობოდით, რა ვიცი. მაგით დავიწყე რა მკვდარი ღმერთი, რა თქვენი ღმერთი თუ როგორ არის ეგ. გამოფხიზლებისთვის ყოფილიყოს, აი თქვენი ღმერთის ის რა, ეგ თავშეწირვა თქვენი გამოფხიზლებისთვის, ხო? მიხვდეთ რომ შეცდომაში იყავით შესული და ღმერთი არის უზენაესი და ერთადერთი და და ნარიმანი შეჩება, ხან ქცევდათ, ხან გაგიდებდათ, ხან ყბებს გამტვრევდათ, ხან გაფურთხებდათ ბოზიშვილი, ხან ტიტველი რა ვიცი, მეგზევიდან გაფსავდათ თუ რაღაცეები შევოდა და გიხაროდათ ღმერთი და რაღაცეები და მაგიტო წავედი ხა ბუხოი ვარ. ბუხოი რა ეს ჩამე არ წინუარწი და კაბში კარგად ვარ. დიდი ხანია მესასმელი ადამიანია და დაასწორა. წავედი და რა ვიცი თქვენ იმას ვიზიარებ, ბრატ. ვიზიარებ. თქვენი ღმერთის გარდაცვალებას ვიზიარებთ, მაგრამ რა ვქნა თქვენ დაირჩიეთ ეგეთი ბანძი ღმერთი და ჩემი ბრალი ეხლა აი შევდაირების არ არის.
ვიზია რატოა? ძმებო, დებო, მეგობრებო. სამწუხაროა, ადამიანურად სამწუხაროა. ღმერთი მოგიყვათ, ბოლო. პატარა საქმე არა.